რას გულისხმობს ეს ინექციური პროცედურები? ვარღვევთ კანის მთლიანობები, ძალიან არიან რუჯის მოყვარულები. ეს დაბოტოქსებული ტუჩები. რა საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს ადამიანი? იმრავლა ბევრმა გართულებები. განსაკუთრებით აი ტუჩების თემა არის. E-ვიტამინის შეყვანა ტუჩებში. მოდიან ვთქვათ რომელიღაცა ჰოლივუდის ვარსკვლავის ფოტო. პრეპარატს მოვიწყდა. არის ხოლმე რომ პაციენტს თვითონ მოაქვს ჩათი. ბოტოქსი ყინავს სახეს. ძალიან ბევრი ხელოვნური ადამიანი დადის ქუჩაში არის რომ ვეღარ ჩერდი. ეხლა ძალიან ბევრ საქმე ნარჩენი აი ამ პრეპარატები. რა დროს ჩემი მეზოთერაპია, მე უკვე მჭირდება ბიორევიტალიზაცია, ონკოლოგიურ დაავადებებს. ლაქტაცია და ორსულო. შეიძლება კვინკე განვითარდეს. ანუ ჩვენ შეკვეთებს არ ვასრულებთ. ეს არის ყველაზე კომფორტული პროცედურა. გამონაყაროთ დაიწყება არ აწვალონ ხელით თვითონ. მოგესალმებით. დღევანდელ რუბრიკაში, ჩამოჯექის რუბრიკაში, ჩვენი სტუმარი არის დერმატოკოსმეტოლოგი ნელა ყურაშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებთ იმ თემებზე, რა თემები ჩვენ ძალიან ხშირად გვსმენია, შეიძლება ჩვენ თავადაც ჩაგვიტარებია გარკვეული პროცედურები, მაგრამ მაინც რაღაც კითხვები არსებობს, რომელზეც გვინდა რომ ამოვწუროთ ეს თემა, როგორც შევძლებთ. მოგესალმებით და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. ზუსტად ეხა თავიდან დავიწყოთ, მოდი სულ თავიდან, რომ რას გულისხმობს ეს ინექციური პროცედურები? კი ბატონო, ანუ ინექციური პროცედურები ეს არის ესთეტიკური მედიცინის ნაწილი, შემადგენელი ნაწილი, ასე ვთქვათ, რომელიც მოიცავს, ესე იგი, ესთეტიკური და სამკურნალო მიზნით სხვადასხვა პრეპარატების შეყვანას კანქვეშ, ანუ ვარღვევთ კანის მთლიანობას, ინექციური იმიტომ ქვია. ხო. ინდივიდუალური პრეპარატები ასაკის მიხედვით, კანის ტიპის მიხედვით ხდება შერჩევა აი ამ პროცედურების, სხვადასხვა პროცედურებს მოიცავს მოკლედ ეს სფერო. და ეხა ასაკი ახსენეთ და ანუ რა ასაკიდან არის რეკომენდებული, რომ დავიწყოთ აი ეს ჩარევები? აი მოგეხსენებათ რომ ახალგაზრდა გოგოები ძალიან არიან რუჯის მოყვარულები. კი ბატონო. უკვე როცა არის სახეზე ესეთი გარუჯული, გაუწყლოვანებული, პირველი წვრილი ნაოჭები რო აღენიშნება კანს, უკვე შესაძლებელია რომ გაიკეთო ინექციური პროცედურა. აჰა. მე ეხლა მითხარი, ბოტოქსსა და ფილერს შორის რა განსხვავება არის, რომ ავუხსნათ? ანუ რა დროს უნდა გამოვიყენოთ ფილერი, რა დროს ბოტოქსი, ბოტულინო თერაპია? კი ბატონო. გეტყვით ახლა, იმიტომ რომ ერევა არის ესეთი მითები, განსაკუთრებით სხვათა შორის მამაკაცებმა იციან, რომ ეს დაბოტოქსებული ტუჩები. ხო, კი ბატონო. ანუ ტუჩებში ბოტოქსი არ კეთდება, ეს დაიმახსოვრეთ. ტუჩების შევსება ხდება ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული შემავსებლით, ანუ ფილერით. აჰა. და ბოტოქსი იგივე ბოტულინოთერაპია არის მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგოდ და მის შერჩევითი არის ზონები შუბლი. აჰა. ნუ ახლა აქტუალურია უკვე თანამედროვეა მედიცინაში შუა მესამედი და ქვედა მესამედიც კეთება, მაგრამ ძირითადად კი არა მოწოდებულია მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად. აჰა, კი ბატონო. აი ძალიან კარგად მოგეხსენებათ ახლა თქვენ ჩემზე მეტად, რომ რაღაცაით მომრავლდა ინექციონისტები. ყველა რატომღაც დაიჭირა ხელში ეს შპრიცი და ყველა აკეთებს. აი, რა საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს ადამიანი, რომელიც არაკვალიფიციურ ექიმისგან დავარქვათ ასე ექიმი თვითონზე გაიკეთოს პროცედურები. ნუ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ვინაიდან ეს სფერო არის ძალიან პოპულარული. კი ბატონო. ანუ ყველას მოუნდა ამ სფეროში მუშაობა. ნუ არსებულ თქვათ კოსმეტოლოგებს, ჩხილის სპეციალისტ, მის სპეციალისტ, წამწამების წარმოების სპეციალისტ. ანუ უნდა არსებობდეს ზღვარი კლასიკურ კოსმეტოლოგიაში, ესთეტიკასა და ესთეტიკურ მედიცინას შორის, ხო? იმიტომ რომ ძალიან ხელმისაწვდომი გახდა. კი, კი. ყველგან ასწავლიან. და სხვათა შორის ახლა რეგულაციები, ხო, რომელიც მალე დაიწყება, ხო. მოიცავს ანუ რეგულაციები შეეხება როგორც იმ პირებს, ვინ უნდა ისწავლონ ამ სფერო, ასევე შეეხება იმ პირებს, ვინ უნდა ასწავლონ.
იყოს. თუ არის რაიმე მონახაზი, რას ამბობენ, ვის ნუ შეეხება რაღაც სამინისტროდან ჯერჯერობით ალბათ არის, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ არის. იმის გამო რომ არსებობს ეს ტოლვა, ასე ვთქვათ და ინტერესი ამ სფეროს მიმართ, მართლა ძალიან იმრავლა კოსმეტო ინექციონისტების რიცხვმა და შესაბამისად იმრავლა ბევრმა გართულებებმა. აი რომ მითხრათ თუ მოსულა თქვენთან, აი ძალიან ისეთი, აი რომელს გაიხსენებდი, აი რომელიც ძალიან დაგამახსოვრდა. ძალიან ხშირად ახლა გართულება ძალიან ხშირია. მარტო ჩემთან არა, ჩემ კოლეგებთანაც და ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ. ძალიან ხშირი განსაკუთრებით აი ტუჩების თემა არის. აქტუალური იყო ბჭყალებში და ეხაც გვეგონა რომ განელდა, მაგრამ არა, E-ვიტამინის შეყვანა ტუჩებში. აი, გუნდა მეთქვა, გამიგია რომ რაღაცა E-ვიტამინი არ ვიცი საიდან წამოვიდა, მაგრამ ხელმისაწვდომი იაფი, ზეთოვანი შემონივთიერება E-ვიტამინი, რომელიც ზაფთიაქში იყიდება, ამას აკეთებენ ერთმანეთს უკეთებენ მეგობრები. და ნახე, მოდი ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, აი თუ მაგალითად ფილერის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ ფილერი, ხო სწორი ვარ? ამ E-ვიტამინის შემთხვევაში რა ხდება? მოკლედ ფილერს აქვს თავი ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებულ ფილერს, ანტაგონისტი, ანუ ჰიალურონის მჟავა, რომელიც ანეიტრალებს და შლის მოკლედ ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებულ ფილერს და E-ვიტამინს ხალხნო ან არა აქვს ესეთი ანტაგონისტი, რიცით შეიძლება ის დავშალოთ. ხო. ამიტომ ნუ ქირურგიული ჩარევა, იქ ბევრი გართულებები, კიდე ალერგიული გართულებებია და ძალიან საშიშია. აჰა. ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. აი, თუ ქონია ესეთი შემთხვევა, რომ მოსულა თქვენთან პაციენტი, მინდა რაღაც კონკრეტული პროცედურა, მაგრამ თქვენ როგორც ჰიქიმს არ ჩაგითვლეთ საჭიროდ, რომ არა, ეს პროცედურა არ უნდა ჩაიტარო? რა თქმა უნდა. ანუ არის ესეთ შემთხვევებიც, ხო? როგორ არა? ნუ როგორც ვთქვათ, რაღაც გარკვეული ტუჩის ფორმა. ხო. მოდიან ვთქვათ, რომელიღაცა ჰოლივუდის ვარსკვლავის ფოტოთი, ხო, ხშირია და ანუ ზოგადად ტუჩი რაც გაქვს შენ, რითიც დაიბადე, იმის მცირე რემოდელირებას ვაკეთებ, ცოტა ასიმეტრიის გასწორება, ცოტა შევსება, ან ანტი-ეიჯ პროცედურა, ანუ ცოტა ასაკში რო ხდება ატროფია ქსოვილების და ოდნავ შევსება. და აი ეს რაღაცა კონკრეტულად ჰოლივუდის ვარსკვლავების აი კონკრეტულად ესე გამოვა? ხო. ზოგი კითხულობს. მე ვეუბნები რომ ესე არ გამოვა და ნუ მიდიან მერე რა თქმა უნდა. ან რაღაცა კონკრეტ რაღაც ესეთი მოთხოვნა არ არის ახლა ის რომ ოღონდაც პაციენტი დავაწვინო და გაუკეთო, არ არის პრობლემა. შეიძლება ის წავიდეს და სხვამ დაუკმაყოფილოს ესეთი მოთხოვნა, ხო. კი ბატონო, მე მაინტერესებს პრეპარატზეც ვახსენეთ ჰიალურონის ბაზაზე დამზადება. აი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რა პრეპარატს მოვიხმართ, ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, პრეპარატის ხარისხი, უსაფრთხოება, სოციალური პასუხისმგებლობა ექიმების და პაციენტების მიმართ, ანუ პრეპარატი უნდა იყოს ოფიციალურად შემოტანილი ბაზარზე. აჰა. უნდა კონდეს ჩატარებული კვლევები, უნდა ვიცოდეთ რომ არის უსაფრთხო, უნდა იყოს ჩატარებული ტრენინგი. ხო. ანუ თბილისში, საქართველოში ზოგადად ძალიან ბევრი სადისტრიბუციო კომპანიაა და სხვადასხვა ბრენდები შემოაქვთ მათ, ხო და ხშირად ტარდება ასევე ტრენინგები და სემინარები ამ ბრენდებზე და ამიტომ ჩვენ უკვე საქმის კურსში ვართ, რა პრეპარატია, რა ბრენდია, რაღაცა საეჭვში არის ხოლმე რომ პაციენტს თვითონ მოაქვს ჩანთით დააქვს და მოაქვს და სასურველია რომ ესეთი პრეპარატი არ გაკეთდეს. იმიტომ რომ ჩვენ მასზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ, ხო? კი ბატონო. აი თუ არის რაიმე, აი პროცედურამდე რომ მომსამზადებელი მაგალითად აი რაღაცა ან ფილერის გაკეთება მინდა ან ბოტოქსის ან ასე შემდეგ ძაფები და ასე შემდეგ მრავალფეროვანია ეს მიმართულება თუ არის კონკრეტული რამის მიმართ წინა მოსამზადებელი ნუ გააჩნია ხა კანის ტიპს და მდგომარეობას თუ ვთქვათ არის შესაძლებელია წმენდა იყოს ჩასატარებელი მაგრამ აი ფილერების წინ მნიშვნელოვანია რომ მომზადდეს დატენიანება უნდა ჩატარდეს აჰა კი ბატონო ბუსტერიზაცია, იმიტომ რომ პირდაპირ
ასეთი კანი, რომელსაც არაფერი არაა გაკეთებული, ეს ფილერი თავის შედეგს ვერ დადებს. ჰიალურონის მსჯავას აითვისებს სწრაფად ქსოვილები, დერმა და არ დარჩება იქიდან კვალი არაფრის ფილერის და მერე არის ასეთი თემა, რომ რა გამიკეთა და ეს პრეპარატი არ ვარგა, ანუ რა თქმა უნდა ინდივიდუალურიც არის, შეიძლება მომზადებულიც გქონდეს კანი, მაგრამ რაღაც აუტოიმუნური პროცესი გქონდეს ადამიანს და ამიტომ სწრაფად მოხდეს, ეგრევე ვთქვათ, ათვისება, ბიოდეგრადაცია ამ პრეპარატის. ანუ ჩვენ ვერანაირად ვერ გავაკონტროლებთ პაციენტის ორგანიზმში აი ამ პროცესებს. კი ბატონო. ეხლა ჩვენ მომზადებაზე ვისაუბრეთ, აი შემდგომ პროცედურას თუ აქვს მნიშვნელობა, აი კონკრეტული აი მაგალითად თუ შეგიძლია მომიყვანო, ამის შემდგომ ასეთი მოვლა აუცილებელია, თორე რა თქმა უნდა. არ დადგება შედეგი. უნდა პროლონგირება მოხდეს იმ გაკეთებული პრეპარატის, თქვათ ფილერის, შემდგომში უნდა მოხდეს ასევე დატენიანება, აღდგენა ქსოვილის, ბიორეპარანტი, ბუსტერიზაცია, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია. მე კიდე გეტყვით, აი მითები არის ესეთი. ხო, მე მითებსაც შევახებ, კი ბატონო. მაშინ მოგახსენეთ, ხო. ანუ უნდა მოხდეს ერთხელ გაიკეთე და წახვედი, ეს არ არის სწორად. თუ უვლი კანს, უნდა მოუარო შესაბამისად, ანუ ჩვენი რჩევები უნდა გაითვალისწინო. თუ არის სეზონი, როდესაც აი უმჯობესია რაღაცა ის კონკრეტული შეინექციური ჩარევა გავაკეთოთ ამ სეზონს, მაგალითად ან ზაფხულს, ან ზამთარს, თუ არის ესეთი რამე? ნუ ამ სეზონურად უფრო აი ზამთარის და თბილსა და ცივ სეზონს შორის განსხვავებული, ანუ სხვადასხვა მოვლა ჭირდება კანს, ხო. ადრე იყო, რომ აი მაგალითად ბოტულინოთერაპიას ვეუბნებოდით, აი მე ხა ზაფხული მოდის და მალე გავა და რა თქინდა, ამ დროს ზუსტად ზაფხულში შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს მიმიკური ნაოჭები. მე აი შეჭმუხნის და იმის შედეგად რუჩს რო იღებ ძალიან უშნო ჯდება ეს ნაოჭებში თეთრი რჩება და ზუსტად ზაფხულში გვინდა კიდე რომ უფრო ლამაზები ვიყოთ, ხო? ამიტომ ეს თემა გადაიდო, ანუ ტოქსინი, ბოტულინოტოქსინი პირიქით ზაფხულის წინ, ესეთი აქტიური ლამაზი სეზონის წინ უფრო აქტუალურია. იგივე შემავსებლებიც თქვათ, ხო? ტუჩის გაკეთება გინდა, რაღაც სახის რემოდელირება გინდა, მაინც აი ზაფხულზე უფრო ხალისიანად ხარ და არ არის პრობლემა, რომ გაიკეთო. ანუ ესეთი შეზღუდვა აღარ არის. ეხლა მითები ვახსენეთ ჩვენ და აი რამდენიმე მითი არსებობს ესეთი და აბა მოდი გავიაროთ. კი ბატონო. აი მართალი არის თუ არა რომ აი ბოტოქსი ყინავს სახეს, აი თუ ბოტოქსი გაკეთებული всё ვერანაირი მიმიკა შენ ვეღარ გექნება. ნუ ახლა ბოტოქსი არის მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად და რა თქმა უნდა ეს მიორელაქსაცია ხდება ამ კუნთების და შენ ვერ ამოძრავებ კუნთებს, ხო? ამიტომ ნუ ეს რაღაც ზომიერება რა თქმა უნდა. აი ეგ არის ხო, ეგ ზომიერება უნდა დაიცვა, რომ არ შეგეცვალოს ძალიან კარგი ხო, იმიტომ რომ შესაძლებელი ერთ ზონაზე ისეთი შედეგი დადო, გიპერკორექცია მოახდინო, რომ მე უკვე სხვა ზონაზე ჩნდება სხვანაირი ნაოჭები. ანუ ამ შემთხვევაში გაყინვის გაყინვა არა, ანუ გაშეშების თემა არის. ზომიერად უნდა გააშეშო. ისი არ უნდა გააშეშო, რომ დისკომფორტი შეექმნას პაციენტს და შეეცვალოს გამოხედვა. აი ეგ უნდა მეთქვა, რომ არსებობს ესეთი მითები კიდე თუ კი რაიმე ჩარევას იკეთებს, გეცვლება მთლიანად შენი სახე, აღარა გაქვს ის ბუნებრივი სახე და ხელოვნური სახე ხდება. აქ რას ვეტყვით ამ ადამიანს? ძალიან ბევრი ხელოვნური ადამიანი დადის ქუჩაში. კი ბატონო, მაგრამ ისევ ტუჩზე განმეორდები, მაგრამ აი ეგეც არის, რომ თვითონ სპეციალისტს გასაგებია რომ ექიმი უნდა იყოს, ხალხი კიდე ხედვა უნდა ქონდეს. რომ აი ეს პროპორციები, რაც არის ბუნებრივი პროპორციები, არ დაარღვიო. ან შესაძლებელია პროპორციების აღდგენა ჭირდება აი ესეთი ასიმეტრიის აღდგენა, ზომიერად უნდა, სწორად უნდა გააკეთო, მოკლედ. და ის რაც შეეხება რომ დარჩები მუდმივად ეგრე არ არის, ბიოდეგრადაციას განიცდის, თქვათ, ფილერიც და ბოტულინოტოქსინიც რაღაც პერიოდის მერე ეს დენერვირებული ზონების რეინერვაცია ხდება და ხდება მიმიკის აღდგენა.
ესე ამბობენ, რომ თუ კი დაიწყებ მოკლედ ჩარევებს, ინექციურ ჩარევებს, დამოკიდებული ხდები და შემდეგ მეტი და მეტის დამატება გჭირდება. აქ რას ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური, ზოგი არის, რომ ვეღარ ჩერდება. აი, ხო, ჩვენ უბრალოდ მაგაში უნდა დავეხმაროთ, რომ გაჩერდი. всё, ტორმუზი. ნორმა? ხო, ნორმაში, მაგრამ ის რომ შენ თქვათ რაღაცა ცვლილება მიიღე ამ ინექციური ჩარევისგან, ის რომ გადის, მე უბრუნდები ისევ შენ ნორმალურ გამომეტყველებას და თუ ადეკვატური ხარ, თუ არ გაიკეთებ და დარჩები ისევე. ის რომ უარესად რაღაცა უარესად არა. მითი, ჩვეულებრივი. მითი, დიახ. ფილერს თუ გაიკეთებ, ის აღარ გაიწოვება და დაგრჩება. ნუ ეხა ადრე სანამ ჰიალურონზე დაფუძნებული შემავსებლები იქნებოდა, იყო პერმანენტული მუდმივი შემავსებლები, რომლებიც შედგებოდა სილიკონი, პარაფინი, ეს რაღაც სხვადასხვა ნივთიერებებისგან და ის იყო მუდმივი. ეხა ძალიან ბევრს აქვს ნარჩენი აი ამ პრეპარატების, ხო, ის არ იყო გაწოვადი და ამიტომ ბევრს კვალი დაუტოვა, რა თქმა უნდა. ესე იგი სადღაც თორე ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული კარგი ხარისხის უსაფრთხო პრეპარატი მთლიანად ბიოდეგრადირდება და კვალს არ ტოვებს. კი ბატონო. თუ კონკრეტული ფილერით გაქვს შევსებული კონკრეტული ზონა და კიდე მოითხოვა, ხო, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოითხოვა დამატება. წინა ფილერი აუცილებლად უნდა დასჯალო, რომ ახალი დაამატო. ეს მართალი არის თუ იმაზეც შეგვიძლია რომ დავამატოთ? გეტყვით, ეს შეეხება უფრო ტუჩებს. აი, კი ბატონო, მაგალითად ტუჩებს. და არის ესეთი თემა, რომ შეიძლება ზომიერად ნორმალურად გაქვს ეს ტუჩები და იგივე ოვალის კორექცია რაღაც კონკრეტული ფილერით. თუ არის გასული 6 თვე, შეგიძლია იგივე ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული სხვა ბრენდის გაიკეთო. არ ჭირდება რომ 2 კვირის მერე კორექციის ვარიანტში არ არის რეკომენდირებული, რომ სხვა ბრენდის ფილერი დაამატო. მხოლოდ იგივე. 6 თვის შემდეგ შესაძლებელია, კი ბატონო. კი ბატონო, ხომ არ დაამატებთ თქვენ რაიმე მითებს, რაღაც თქვენ უფრო მეტი ხსმენიათ ამ სფეროში და აი კონკრეტული რაღაცა ისეთი მითი, კი ბატონო, აი წეღან მინდოდა მეთქვა. არის ესეთი ძალიან ცნობილი მითი. რა დროს ჩემი მეზოთერაპია, მე უკვე მჭირდება ბიორევიტალიზაცია. აჰა. ანუ ეს არის არ არის სწორი. იმიტომ რომ აი მეზოთერაპიასა და ბიორევიტალიზაციას შორის ის განსხვავება, რომ მეზოთერაპიისთვის განკუთვნილი პრეპარატი არის კოქტეილი. ანუ მიქსია, თქვა 1%-იანი ჰიალურონის მჟავა და მასში არის დამატებული სხვადასხვა ნივთიერებები, როგორიც თქვა ვიტამინები, პეპტიდები, პოლინუკლეოტიდები და მათეთრებელი ანუ გამათეთრებელი ეფექტით კუპეროზისთვის, სისხლძარღვებისთვის. ანუ ეს არის სამკურნალო პროცედურა. ამიტომ მეზოთერაპიას არა განსაზღვრული ასაკი. უბრალოდ ზოგადად მეზოთერაპიის პრეპარატი უფრო იაფიღებს ვიდრე ბიორევიტალიზაციის და მე ვფიქრობ რაღაცნაირად აი ეს ასაკობრივად რა დროს ჩემი ის არის თითქოს აი რაღაც ფასის მიხედვით საფეხურებად დაყვეს. სინამდვილეში ბიორევიტალიზაცია, მე რო ვახსენე, რომ ახალგაზრდა გოგოები უკვე ახალგაზრდა ასაკიდან ვინც ძალიან ეტანება რუჩს და აქვთ გაუწყლოვანებულია ესეთი კანი, იდეალურია მათთვის ანტიეიჯ, ანუ ასაკის პრევენციისთვის, პირველი ნაოჭების პრევენციისთვის ბიორევიტალიზაციის გაკეთება. ანუ ეს არის ბუნებრივი გაცოცხლება და არის მხოლოდ დატენიანება და ნუ პრევენცია შემდგომი იმ ასაკისთვის ის რომ ატენიანებ კანს უკვე იმის წინაპირობაა, რომ აღარ გაჩნდეს ნაოჭები და მეზოთერაპია შეიძლება 50 წლის ქალს მეზოთერაპიით დაამუშავა უკვე არსებული ნაოჭები, შეუვსო რესურსი კოლაგენის, ელასტინის, ასე რომ აი ეს არის ერთ-ერთი ესეთი მითი, ხო? კი ბატონო. ანუ ასაკი არა აქვს მეზოთერაპიას. აი ახლა გამახსენეთ, თუ კი არის რაიმე დაავადება მაგალითად რაღაცა დაავადება აქვს ადამიანს და სადაც არ შეიძლება ის რაღაც ინექციური ჩარევა მაგრამ კი როგორ არა ეს უკუჩვენებები რეალურად ყველა ინექციურ პროცედურას აქვს უკუჩვენებები
ნუ არის ესეთი ონკოლოგიური დაავადებები, ხო, აუტოიმუნური დაავადებები, მაგრამ აი მაგალითად თქვათ შაქრიანი დიაბეტი, რომელიც არ არის ინსულინ დამოკიდებული, ან შეიძლება ინსულინ დამოკიდებული, ოღონ მართვადი და მოვლილი, აი ფარისებრის პრობლემებზე არის. საქართველოს 80% ფარისებრის პრობლემით არის. მაშინ არავინ არ უნდა გაიგდეს. ანუ მოგვარებული პრობლემა როცა არის, ზომიერად ყველაფერი შესაძლებელია, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ არის კიდე არის ფსიქიური დაავადებები, კი ბატონო, ნევროლოგიური სხვადასხვა დაავადება, არის ესეთი ლაქტაცია და ორსულობა. აი, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამ პერიოდში საერთოდ არაფერი არ შეიძლება, თუმცა ძალიან ხშირად კითხულობენ პაციენტები, რომ აი ბიორევიტალიზაციას არ შეიძლება და როგორც ჩანს, არა, ნუ იყო ესეთი შემთხვევები, რომ აი სადღაც ვიღაცეები აკეთებენ. ეუნებიან, ეს არის ორგანული, ნატურალური, ჰიალურონის მჟავა და რა მოხდა? აქედან არის წამოსული ეს თემა. მაგრამ აი სინამდვილეში არაფერი არ შეიძლება ამ პერიოდში. აი გარდა ლაქტაციის და ორსულობისა, ანუ სხვა შემთხვევებში არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება არ დადგეს შედეგი თუ შეიძლება გამოიწვიოს გაუარესება მათი არა, გაუარესება არ შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტულ, შეიძლება იყოს ალერგიული პაციენტი და რაღაცა პრეპარატის, აი თქვათ ამ შემთხვევაში მეზოთერაპიის რომელიღაცა შემადგენელ კომპონენტზე, რაც ჩვენ არ ვიცით, აღმოჩნდეს ისეთი ალერგია, რომ შეიძლება კვინკე განვითარდეს ან რაღაცა, ხო? კი ბატონო. მე თქვენ როგორც ახლა პროფესიონალი ამ მიმართულების მინდა რა რას ეტყოდით იმ ადამიანებს რომლებიც თვლიან რომ ქალბატონები მამაკაცებიც ხომ აქტიურად უკვე ბოლო წლებში განსაკუთრებით რომლებიც თავიანთ სილამაზისთვის გარკვეულ ჩარევებს მიმართავენ აი მარტო სელფისთვის იკეთებენ ამ რაღაცას და არა ჯანმრთელობისთვის და აი ამ ადამიანებს თქვენ როგორც პროფესიონალი რას ეტყოდით ნუ ხა სელფებს ასე თუ ისე ყველა ვიღებთ და ფილტრებიც არსებობს, მაგრამ ნუ მარტო სელფისთვის რატო ზოგადად მე ვთვლი რომ რადგან არსებობს ეს სფერო და რადგან არის იმის საშუალება რომ რაღაცა გინდაც პირველი ნიშნები თუ მეორადი ნიშნები დაბერების მოახდინო მისი როგორც პრევენცია ისე კომუფლირება. რატომაც არ უნდა გაიკეთო, ხო? ოღონდ აი ეს ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ თვალში საცემი არ იყოს. ბუნებრიობას ვანიჭებ, მე ვინც მიცნობს, ყველა მიცის, რომ მე ვანიჭებ უპირატესობას ბუნებრიობას. ანუ ბუნებრივად რომ ადამიანს ესიამოვნოს თვითონაც როცა კმაყოფილი ხარ და სარკეში რო იყურები, შენი თავი გახსენდება, თქვა აი 8 წლის წინ როგორ ვიყავი რაღაცა, ადამიანს სიამოვნებს და ზოგად განწყობაზეც მუშაობს სადებითად და რატომაც არა. ხოლო სელფისთვის თქვა ერთჯერადაც რაღაცას ტუჩის გაკეთება, რა ვიცი. და არა ხო, მათთვის არ აღიქმება ეს, რომ უბრალოდ ესთეტიკა, ხო, რაღაცა სილამაზეა შენ. ნუ არის კიდე ესეთი, მაგრამ აი ორშაბათია და შაბათს მივდივარ ქორწილში და დღესვე სასწრაფოდ შაბათისთვის უნდა ვიყო ფორმაში. ეხა კი მე აუცილებლად ისეთ რაღაცას გაიკეთებ, რომ კარგად გამოიყურებოდო, მაგრამ შენ შეკვეთას მე ვერ შევასწავლ. ანუ ჩვენ შეკვეთებს არ ვასრულებთ. ჩვენ ვიძლევით რჩევებს და ვეხმარებით და ეს პროცედურები არის უფრო გრძელვადიანად გაწელილი, რომ რაღაცა შედეგი მიიღო. ერთჯერადად მიღებული შედეგი ნუ მალევე გადის და არ აქვს ისეთი ხანგრძლივი ეფექტი. კი ბატონო და მე ახლა ვახსენებ რომ ეს ესთეტიკა და სილამაზე არის და აქ გამახსენდა მე სამკურნალო თვალსაზრისითაც აი ხო ბოტოქს მაგალითად კი ბატონო შაკიგზეც კეთდება და გიპერჰიდროზი, ჭარბოფლიანობას. ამაზეც. ეს არის ყველაზე კომფორტული პროცედურა. რომელიც არის სრულიად უსაფრთხო, დიახ. მან და არის კიდე მითები, რომ აი ვაიმე საწავა ის სოფლი გამოიყოფა ჯირკვლებიდან, ხო? მასიზავს ანუ საოფლე ჯირკვლების გამომტანი სადინარი, სადაც არის ნერვული დაბოლოებები. იმის მიორელაქსაციას ვახდენ და შესაბამისად ოფლი არ გამოიყოფა და ბრუნდება ორგანიზმში და თირკმელები გამოყოფს. ზოგი არიან პიროვნებები, ვისაც საერთოდ არ გამოეყოფათ ოფლი და კი არიან. ანუ აი ეს რაღაცა შიშზე არის დაფუძნებული და არის ძალიან კომფორტული ხელის გულები, ფეხის გულების ოფლიანობაზე. იდეალურია კი. გადასარევი.
და თუ მისცემდით რამე რჩევას იმ ახალგაზრდებს, აი რომლებიც აგერ ახლა გახდნენ სრულწლოვნები და უკვე უნდათ რომ რაღაც ჩარევები გაიკეთენ, რამე რჩევა. ნუ ახალგაზრდებს თქვათ გოგოებს იმ რჩევას მივცემდი, რომ ყოველდღიური რუტინას, სახის მოვლას მიაქციონ ყურადღება და რაღაც აი ზედმეტი ტონალური კრემები და ზედმეტი მაკიაჟისგან მაინც თავი შეიკავონ. ყოველდღიურად ჯობია რომ თავი შეიკავონ. იმიტომ რომ გარდატეხის პერიოდში მით უმეტეს თუ ცხიმიანისკენ არის მიდრეკილი კანი, ხდება ფორების დახშობა და ძალიან ბევრი მერე პრობლემა არის, დიდი პრობლემები გამონაყარ და ბიჭებში ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ ბიჭებს ზედათ არ უყვართ თავის მოვლა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ აი ეს გამონაყარი როცა დაიწყება არ აწვალონ ხელით თვითონ, იმიტომ რომ მერე რთულდება და მიდის ბაქტერიული პროცესი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ძალიან მადლობა თქვენ. რჩევებიც მოგვეცით და უფრო ღრმად განგვანათლეთ ამ სფეროში და დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. მადლობა თქვენს წარმატებები. მადლობა.